ზივრის კორტებზე ახლა დაარსებული საქართველოს ჩოგბურთის ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართა. ასოციაციის ხელმძღვანელებმა საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ასოციაცია ამ ეტაპზე 500-მდე მოყვარულ ჩოგბურთელს აერთიანებს GTS ეგიდით. პირველი წარმომადგენლობითი ტურნირი, სადაც მოყვარულებთან ერთად საქართველოს ნაკრების ჩოგბურთელებიც გამოდიოდნენ, შაბათ-კვირას ზივრის კორტებზე დასრულდა. დომუსის თასის ფინალში გიორგი გიორგადის და სანდრო მეტრეველის წყვილმა ზურაბ ყემალაძეს და ვაჟა კომეთიანს ორ სეტში 6-4-7-4 მოუგო. GTA სეზონის მანძილზე რამდენიმე მაღალი დონის ტურნირის ჩატარებას გეგმავს. GTA-ის ეგიდით უკვე 8 ტურნირი ჩატარდა, მომავალშიც იგეგმება A-და B ლიგის განვითარება, ქალთა ჩოგბურთის განვითარება, მოყვარულების და რა თქმა უნდა პროემის ფორმატი თამაშობენ ნაკრების წევრები და პირველად მიენიჭა 2000 ქულა და იმედი მაქვს რომ შემოგვიერთდება მომავალში სხვა ტურნირებიც. უმაღლეს დონეზე ტარდება ხოლმე და ყველას პროფესიონალებს, ნაკრების წევრებს ყველას ძალიან გვიხარია ამ შეჯიბრის თამაში და ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი ტურნირების ჩატარება, რომ განვითარდეს საერთოდ ქართული ჩოგბურთი.